ბანკების გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, თებერვალში საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი 71 მილიარდ ლარს აჭარბებდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით გასულ თვეში მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი მცირედით გაუმჯობესდა და მთლიანი სესხების 58% ეროვნულ ვალუტაში იყო გაცემული. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის თებერვლის ბოლოს ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ თითქმის 11 მილიარდი ლარის, უცხოური ვალუტით კი 20 მილიარდი ლარის სესხი. საბანკო ასოციაცია წელს სექტორის ზრდის ტემპის შენარჩუნებას ელის. საქართველოში ნაგავსაყრელების განახლება ეტაპობრივად განხორციელდება, ძველი ნაგავსაყრელები დაკონსერვდება და თანამედროვე სტანდარტების ობიექტებით ჩანაცვლდება. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ზურაბ ეზუღბაიას განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს არსებული ნაგავსაყრელების რეაბილიტაცია და გაფართოება. ახალი ტიპის პირველი პროექტი ქვემო ქართლში უკვე განხორციელდა, ამ ეტაპზე სამუშაოები დაწყებულია სამეგრელო ზემო სვანეთში, ხოლო მომდევნო პროექტები იგეგმება სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში. მთავრობა ახალი დაცული ტერიტორიების დასაარსებლად მუშაობას აგრძელებს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა იგეგმება სვანეთში, სამეგრელოში, ლეჩხუმსა და კახეთში. ბოლო მონაცემებით დაცული ტერიტორიების ფართობი 930,000 ჰექტარს აღწევს, რაც საქართველოს ტერიტორიის თითქმის 14%-ია. ველოსიპედების გაყიდვები საქართველოში მზარდია. რეალიზატორი კომპანიების ინფორმაციით, საშუალო ზრდა 10-დან 15%-მდე მერყეობს. Georgian Bicycle Group-ში ამბობენ, რომ თუ ადრე მოთხოვნადი მხოლოდ სამთო ველოსიპედები იყო, ახლა გაზრდილია საბავშვო ველოსიპედების, ელექტრო და საგზადკეცილო ველოსიპედების გაყიდვები. კომპანიაში ელიან, რომ 4-5 წლის განმავლობაში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ველოსიპედზე მოთხოვნა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს გაუთანაბრდება. რაც შეეხება საფასო კატეგორიას, თუ ადრე მოთხოვნა 1000-1500 ლარის ღირებულების ველოსიპედებზე იყო, დღეს მომხმარებელი უფრო ძვირად ღირებულ ველოსიპედს ირჩევს. ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ი ევროპის მიმართულებით ფრენების რაოდენობას ზრდის, გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ევროპულ მარშრუტებზე მზარდ მოთხოვნას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც დუბაისა და დოჰას მსხვილი საავიაციო ჰაბები დაიხურა, მგზავრები სპარსეთის ყურის საჰაერო სივრცისთვის გვერდის ავლის გზებს ეძებენ. კომპანიის ინფორმაციით, პერტიდან რომის მიმართულებით რეისები ყოველდღიური გახდება, პარიზის ხაზზე კი ფრენების სიხშირე კვირაში 5-მდე გაიზრდება. ცვლილებების განსახორციელებლად ავიაკომპანიამ ხომალდების ნაწილი ამერიკული და შიდა ავსტრალიური რეისებიდან საერთაშორისო მიმართულებებზე გადაამისამართა. შეგახსენებთ, რომ აზიასა და ევროპას შორის ავიაბილეთების ღირებულება მას შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, რაც ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საჰაერო დერეფნები შეიზღუდა. ჩინეთის საბანკო სექტორის რეგულატორი ბანკების კაპიტალიზაციის გაზრდის მიზნით აქციონერებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განიხილავს. Reuters-ის ცნობით, ცვლილების მიზანია ჩინეთის $70 ტრილიონ საბანკო სექტორში ინვესტიციების მოზიდვის გამარტივება. პროცესი ეკონომიკური ზრდის შენელებითა და უძრავი ქონების სექტორში კრიზისით არის განპირობებული, რამაც ბანკების ბალანსებსა და აქტივების ხარისხზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. მოქმედი წესებით, ერთ ინვესტორს 5%-ზე მეტი წილის ფლობა, მხოლოდ ორ კომერციულ ბანკში შეუძლია, საკონტროლო პაკეტის ფლობა კი მხოლოდ ერთში. ახალი ინიციატივა მსხვილ აქციონერებს საშუალებას მისცემს დამატებით კიდევ ორ ფინანსურ ინსტიტუტში გახდნენ მაჟორიტარი ინვესტორები. და ბოლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და $6 მილიონი კომპენსაცია 20 წლის კალეიმ მეტასა და YouTube-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო. ლოს-ანჯელესის სასამართლომ დაადგინა, რომ სოციალური მედიის პლატფორმებმა მას ბავშვობაში ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა, რაც კომპანიების მიერ სპეციალურად შექმნილმა დამოკიდებულების მექანიზმებმა განაპირობა. კალეის ადვოკატების განცხადებით, ვერდიქტი გზავნილია, რომ რაც არც ერთი კომპანია არ დგას პასუხისმგებლობასა და კანონზე მაღლა, როცა საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება. საკითხზე კომპენსაციის 70% მეტას, ხოლო 30% Google-ს დაეკისრა. თავად კომპანიები ვერდიქტს არ ეთანხმებიან და საკითხზე ხელახალ გადახედვას ითხოვენ.